აუცილებელია ყველაფრის სრულად მოსმენა 93 გიგაჰერცამდე. სასურველია არა მხოლოდ ცენტრი, არამედ მთლიანი გალაქტიკა. მეცნიერები ამ ზონაში ეძებდნენ ისეთ სიგნალებს, რომელთა სიგანე არ აღემატება კილოჰერცს, 11-დან 100 წამამდე ინტერვალით. ჯერჯერობით შედეგები გულდასაწყვეტია. ხელოვნური, ანუ გონივრული რადიოსიგნალის მსგავსი არაფერია, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკის ცენტრიდან ინტელექტუალური არამიწიერი სიგნალის წყაროების კონცენტრაცია 600,000 ვარსკვლავიდან 1-ზე ნაკლებია და უფრო მეტიც, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ 4-8 გიგაჰერცის დიაპაზონზე. ზოგადად სეთში ამბობენ, რომ მათი ინსტრუმენტები ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. საჭიროა უფრო მოწინავე მიმღებები, ანტენის მასივები და ასე შემდეგ. ასე რომ მეცნიერები ფარხმას არ ყრიან და პირიქით მათი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. სეთის ექსპერტების თქმით, მათ გადაწყვიტეს ცოტათი შეცვალონ თავიანთი სტრატეგია. ადრე მხოლოდ უწყვეტად გაშვებულ სიგნალებს ეძებდნენ, მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ ასეთი შეტყობინებები შორეული ცივილიზაციისთვის არაგონივრული იქნებოდა. ბევრად უფრო ეკონომიური კი პერიოდული სიგნალების გაგზავნა იქნებოდა. და მაინც მეცნიერთა აზრით, უცხოპლანეტელებისათვის, რომლებიც კონტაქტს ეძებენ, გონივრული იქნებოდა რადიოშუქურის გაკეთება, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავივით ბრუნავს. სხვათა შორის, როდესაც ასეთი ვარსკვლავები პირველად აღმოაჩინეს კოსმოსში, მათი პულსირებადი რადიოსიგნალები არამიწიერი ინტელექტის შეტყობინებები ეგონათ. ახლა კი გაჩნდა იდეა, რომ გონიერ ძმებს შეუძლიათ პულსარის პრინციპის კოპირება, თავიანთი შეტყობინებების გასაგზავნად. ვინ იცის რა მეთოდს იყენებენ ჩვენთვის აქამდე უცხო ცივილიზაციები ჩვენსავით კოსმოსური მეზობლის აღმოსაჩენად. უცხოპლანეტელების საკითხზე აქამდეც არაერთი ვიდეო მომზადებულა ჩვენს არხზე და მომავალშიც უამრავს გვირდებით. ამიტომ რომ არ გამოგრჩეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.